გამარჯობა თქვენი MVMV YouTuberi დაბრუნდა. რითი დავიწყო საუბარი? ეხლა უნდა გამოვექანო ცოტა რომ საუბრის ამბავი აუკრიფო და მე გავაგრძელებ საუბარს რა. ძალიან მინდა ვინც დიზაინი გეხერხებათ, ვისაც ხატვა გეხერხებათ, მინდა შექმნა ესეთი პერსონაჟი ვით Baby Bubu რა. ძალიან უცნაური სიტყვათა წყობა არის Baby Bubu, მაგრამ ხშირად ვიყენებ ძალიან რა, ანუ სადღაც 1-3 წლის წინ დავეჩვიეთ და ეხლა ძალიან ხშირად ვიყენებ რა შევი Baby, არა Baby Bubu როგორ გეკადრება. აუ საღო Baby Bubu, ანუ აი ბაბუს და აი უფრო რაღაც იმის ამბავია, რატო ბაბუ, ბებერო, ოღონდ ცოტა ისეთი რა, მოდერნიზებული. და მინდა რომ ეს Baby Bubu იყოს ცხოველი რა, რომ რაღაცნაირი ცხოველი, აი უფრო აი ხორთუმიანი, რქიანი ცხოველი მინდა იყოს, რომელსაც აცვია, აუ ძაღლმა იმენა იქ აი რა ვიცი, ყველას მაგიურად ყებს საერთოდ ერთი ძაღლი. მე ძაღლზე მოყვები ძალიან საინტერესო ისტორიას. ხო და მინდა რომ გავაკეთო ეს Baby Bubu-ს პერსონაჟი. აი რაღაც აი მერჩზე რო ვფიქრობდი, აი მერჩი ან აი არ მინდა რომ მერჩი იყოს, უბრალოდ მერჩი რა, მინდა რომ კაი დიზაინერული ნამუშევარი შევქმნა რა. და უნდა იცვლიდეს ფორმას რა, ანუ აი NFT-ვით რო იყო, ხო იცი, ეს მაიმუნები რო გამოვიდა და მე სხვა მაიმუნებს რო ყიდნენ, აი ეგეთი მინდა რომ რაღაც იყოს ეს Baby Bubu, რო უცხოველი, რომელიც მე ხან ის იქნება, ხან ეს იქნება, აი Baby Bubu კამპნოუზე მაგალითად სხვანაირი როჟა იქნება. Baby Bubu ვარდო საინძის პოდკასტში სხვა როჟა იქნება. Baby Bubu ცაში, Baby Bubu სასამართლოზე. Baby Bubu უადო მოსამართლედ და ასე შემდეგ რა. ძაღლზე რას გიყვებით, ეხა ესეთი რაღაც მოხდა არგენტინაში, რომ პუდელი გადმოვარდა კორპუსის თავიდან რა, ანუ ზემოთა სართულიდან გადმოვარდა პუდელი. და ვიღაცა ქალს მოხოც, ქალს დაეცა თავში. ის ქალი გარდაიცვალა, ის პუდელიც გარდაიცვალა. მე ხო შემოესმინეს ხალხი ამ გარდაცვლილ პუდელს და არ უნდა მეცინებოდეს პუდელს და ქალბატონს მოხუცებულს. მე ეს ვიღაცა რომ შემოესმინეს, ქალი უკან ნაბიჯით წავიდა, რომ შეძრწა რა, რომ ეს უკან წავიდა და ავტობუსმა გაიტანა და ის ადამიანს გარდაიცვალა ადგილზე. და ამ ყველაფრის შემოხედვა რა ვიღაცა კაცი გულმახია და ისიც გარდაიცვალა. მართლა მოხდა ესეთი რაღაც. აი ეს რო გენახათ ფილმში ხო იტყოდით რომ აი რა ეგეთი ფანტასტიკაც არ შეიძლება, მაგრამ რეალური ისტორია მართლა მოხდა. Baby Bubu რო ყოფილიყო იქ იმ პუდელს დაიჭერდა აუცილებლად იმ ქალს გამოიწიო ქალბატონო ავტობუსიო, ძალიან ზრდილობიანად მოსაუბრია Baby Bubu. გამოიწია ქალბატონო ეტყვნენ იმას და იმას ეგრევე არ ვიცი გული შეტევით რომ ეგ არ შველის მქონი, მაგრამ ჰაუსში მაქვს ნანახი პასტას რო ჩათხრის ამაში და სუნთქვას რო აწყებინებს, მაგას გავუკეთებდა და აღმოაჩინდა რომ ეგრე არ იკურნება და ერთი მაინც გარდაიცვლებოდა, მაგრამ 2-3-ს მაინც გადაარჩენდა ჩვენი Baby Bubu. ვისაც გეგონათ რომ დღეს არ იქნებოდა ჩვენ არარსებულ ჩარჩოში კომენტარები ამონათებული, შეცდით აგერაი ჩემი საყურელი კომენტარები წინა ვიდეოდან. უღრმესი მადლობა, უკვე გეტყვით ეხლა ზუსტად რამდენი ვართ. 5615. ბოდიში 5615 და 5615 განსაკუთრებული ადამიანი არსებობს დედამიწაზე და ნელ-ნელა ვიპოვოთ ერთმანეთი რა, ნელ-ნელა გავიხედოთ, გამოვიხედოთ, რომ დაინახო რომ ის ტიპი შეიძლება ჩემი ვიდეოები მოეწონოს, ფასტო გამოწერილი ყავს, გამოიწერე კაროჩე მაგარ ვიდეოებს და ბევრნი გავხდეთ, მე გავაკეთოთ ჯგუფი საიდუმლო საზოგადოება დიდ მრგვალ მაგიდას დავამზადებ და ვმართოთ სამყარო მიწისქვეშეთიდან. ხანდახან ესეთი მედიტაციის დროს ვსვამ ხოლმე გურულ ჩაის და ამ გურულ ჩაის რო დალევ, მე ფეხებს ლოტოსის პოზაში მოვაქცევ ხოლმე. აი ესე არის ლოტოსის პოზა, ვიცოდეთ. ლოტოსის პოზაში მოვაქცევ ხოლმე და შემიძლია რაღაცა პარალელურ სამყაროს ვესტუმრო ხოლმე რა და იმ დღეს გადავედი ესე ჩვეულებრივად პარალელურ სამყაროში ვარ და დამაინტერესა ეხ ინტერნეტში ვედი, მეთქი ის არის lightweight ჩემპიონი რა, მეთქი UFC-ში თქო და ვკითხულობ პალესტინ დაჯესანია. მეთქი რა პალესტინ დაჯესანია, მე გამახსენდა ისრაელ ადესანია და ეს პალესტინ დაჯესანია. ჩავსკროლე ხა მეთქი რა ხდება ინტერნეტში, როგორ რა ხდება და უცებ თუმე პარლამენტარები, ჩვეულებრივი პოლიტიკოსები პარლამენტარები წამოხტნენ, დაამთავრეს პოლიტიკური კარიერა, გაიქცნენ, წავიდნენ სპორტში. თქი რა ჯანდაბა ხდება, მაგრამ მე გამახსენდა ისე რომ პარალელურ სამყაროში ვიყავი რა და მოსულა რა. მე ტელევიზორი ჩავრთე, იქ ტელევიზორები, კედლები კიდია ტელევიზორებზე და კედლის უკან ესე მე გახედო რომ ტელევიზორი დაინახო, მაგრამ მაინც ჩავრთე რა, ესე ქვემოდან ამოუცურე ხელი და ჩავრთე და
უყურებ და კურიერზე რუსთავად გავი, კურიერ შევხედავ, იქ ახალი ამბებია და კურიერი მიდის და ინდუსებს მიყავთ რა, ვიღაცა ინდუსები და ისინი არიან, აქ ინდუსები და პაკისტანელები არიან, კურიერი მიყავთ რა, მეთქი ჯანდაბა, მე მომშივდა შაურმა გამოუძახე, დიანა ჯოჯუა მომიტანა შაურმა. მე მეთქი რა ხდება გავალ თბილისში თქო რა და იქ აბრა იყო რომ მერი კალაძე თბილისის კახობის კანდიდატი მიეცით ხმა მეთქი რა ჯანდაბა ხდა მე გამახსენდა ის რომ პარალელ სამყაროში ვიყავ. მე ერთი ვიღაცა შემხვდა და მეუნება რომ ქართულ ფსელსო კაროჩე ლუდის გემო აქვს დამოღმებული გაქო. მეთქი რა ქართულ ფსელს ლუდის გემო აქვს და უკვე ვეღარ ავიტანე და უცებ დაბრუნდი ამ სამყაროში. შემდეგ ვიდეოშიც გავემგზავრები თუ საჭირო იქნება პარალელ სამყაროში თუ გურული ჩაიმექნება ეგიდან ჩამოგიტანთ ამბებს. ეხა მინდა ერთ რაღაც გავაკეთო რა. ეხა მინდა ჯერ უკვე მყავს 5500 რაღაცა გამომწერი და უკვე დიდი იუთუბერად ვითვლებ, უკვე მონსტრი იუთუბერი ვარ უკვე. რახან ეგრე ხდება, მინდა რომ პატარა იუთუბარხებს შაუტაუთი გავუკეთო. პირველი არის ოქტოპუსი, კაი ხუმრობ. მართლა მინდა რამდენიმე არხს შაუტაუთი გავუკეთო, რომელიც მაგალითად რორამე აღმოჩენილი მაქვს და მინდა რომ მეტმა ადამიანმა შეიტყონ მათ შესახებ. მოკლედ მე ძალიან მიჭირს ვარჯიში. ფიტნეს ცენტრის აბონემენტი არასდროს არ მქონია. ანუ არასდროს არ ვყოფილ ვარ შიგნით, მართლა ნამყოფიც არ ვარ შიგნით, ანუ ცხოვრებაში, იმიტომ კი არა რომ აი ავიღე მოტივაცია მომეცა და აღარ ვარჯიში, არა, უბრალოდ მეზარება რა. სადღაც ჯერ ვარჯიში მეზარება და მე სადღაც წასვლა სავარჯიშოთ. ანუ ჩაჯდომ და წასვლა სავარჯიშოთ, აი საოცრად მეზარება რა. მე იქნანაც უნდა მოხვიდე, რამდენ დროს ხარჯო. არ მაქვს მაგდენი დრო. მაგრამ მინდა რომ ეხა მიწევს რომ კარგ ფორმაში ვიყო, ესე რომ თქვა ცუნთქუთი ხანია, კარგ მდგომარეობაში მქონდეს, ჯანზე ვიყო. ერთადერთი ვარიანტი რომ მე ვარჯიშ მივყო ხელი არის სახლში ვივარჯიშო რა. ეს ადამიანის დათა სიხარულიძე იყო ტიპი რომელიც ეწეოდა ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდა რა, ჩვეულებრივი თბილისელი როჟი ცხოვრებით ცხოვრობდა რა. მაგრამ გადაწყვიტა ერთ დღეს რომ მოდი დავიკიდოთ სიგარეტი გადააგდო და დაიწყო სახლში ვარჯიში. ეს არის მისი არხი. არაფერი განსაკუთრებულად ბევრი ტიტრები ეს არის ინფორმაციული ვიდეოები როგორი ვარჯიშო, რა ქანა, როგორ გააკეთო, რა ჯობია, რა არ შეიძლება. მეორე არხი რომელზეც უცებ გეტყვით არის დროშების სამყარო ქვია. ამ ადამიანს TikTok გვერდი ქონდა, მაგრამ იქ TikTok-ზე საერთოდ სხვა რაღაცას აკეთებს, ანუ გამომწერების მაქსიმალიზაციის კონტენტი აქვს. აქ შემეცნებითი კონტენტი აქვს. ძალიან მარტივი ვიდეოები, დროშას ანათებს, ამ დროშის ისტორიას ყვება, რასანამ ამ დროშის ისტორიას მოყვება, ძალიან მარტივად ფაქტებად, აი ესე ჩვენ ენაზე რომ სამეცნიერო ფრაზების გარეშე, ჩვეულებრივად ჩვენ ენაზე ყვება ჯერ სახელმწიფოს ისტორიას, მერე დროშის ისტორიას, მერე ამ ფერები რატოა ესე, რა ფერი რას გულისხმობს და ვისაც დროშები მე მაგალითად მევასება და ძალიან უცნაურია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ესეთი, ვისაც ეს დროშები ევასება რა. მინდა ასევე ერთი იუთუბარს გავუსვა ხაზი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ უკვე ბევრი გამომწერი ყავს. 20,000-მდე გამომწერი ყავს უკვე, მაგრამ ვიდეოს როდებს უეჭველი ბოლომდე უყურებ. უეჭველი ვრთავ და ბოლომდე უყურებ. ვასილ ასლანიშვილი არის, UFC-ზე აკეთებს კონტენტს და აი, რავი, ძალიან მაგრა ასწორებს რა. ასევე ჩემ ძმაკაცებზე აღარ ვილაპარაკებ, შიფშიკებზე და kitchen bro-ებზე და ასე შემდეგ. მოკლედ ის კონტენტის დაგევასებად გამოიწერეთ რა. მაინც უბრალოდ გეტყვით, რომ შეიძლება მოგეწონოთ რა. თუ რამე აღმოაჩინე, კიდე გეტყვით. მოგეხსენებათ გითხარით, რომ ბარსას ფანშოპი იხსნებოდა. ვიცოდი რომ იხსნებოდა, ისიც გითხარით რომ ბარსელონას გარეთ ერთადერთი ფანშოპი საქართველოში იქნება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ესეთი კომენტარი დაიწერა. დაახლოებით 20 ქვეყანაში არის ბარსელონას ოფიციალური მაღაზია, ფანშოპი. ზოგადად რო არ დაგუგლო, ისედაც აბსურდულად ჟღერს, რომ ჩვენ გვაქვს მარტო ოფიციალური ბარსას ფანშოპი. მოდი ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას მე და არ დავიწყებ მტკიცებას. წავალ ბარსელონას ფანშოპში. და ოფიციალური ფანშოპის დირექტორს კითხოთ ყველაფერი. Hola, David, ¿cómo estás? Muy bien, gracias. Pelota. ყველა ეს სიტყვები ვიცი მარტო ესპანურად, უღრმესი მადლობა რომ იმასპინძ და მოკლედ ეს არის დავითი, ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი კერა და ამ ადამიანის დამსახურებაა რომ საქართველოში ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი გვექნება, შეგიძლია მიმართო 500 გამომწერს მობძანდნენ და დახარჯონ აქ ფული. აუცილებლად 29-დან გელოდებით ყველას. ჩემ გამომწერმა ერთ-ერთი მაქვს. შეიძლება არც ყავარ გამოწერილი რა, მკითხა რომ კითხა კი რა დამიწერა, შენიშნა მომცა რომ რა ის ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი მარტო ესპანეთში და საქართველოში არისო, ერთი 20 ადგილას მაინც არისო, 20 ქვეყანაში მაინც არისო ბარსელონას ოფიციალური ფანშოპიო და თანო რომც ეგრო არ იყოსო, რანაირად ჟღერსო ეს რა, ანუ არ დაიჯერა რომ შეიძლება რაღაცა საქართველოს პირველად გააკეთოს რა და
ეს ადამიანი არის დირექტორი ამ ყველაფრის. ეს ეხლა აქ შეიძლება წავიდეს, შემდგომ აღარასდროს აღარ გნახოს, მაგრამ ამ მომენტში აქ არის და შესაძლებლობა გვაქვს რამდენიმე კითხვა დავუსვათ. და ესე გარემოში მოგვიწია ჩაწერა, იმიტომ რომ უნდა მოესწროს 29 მარტამდე ამ ყველაფრის გაკეთება და სამუშაოები არ შეჩერდა და გადაღებისთვის. 24 საათიან რეჟიმზე. 24 საათიან რეჟიმზე. ხო, აბა მაინტერესებს, აი, უბრალოდ შეიძლება დამიდასტურო, უბრალოდ ეგრეა ძმაო. კი, ნამდვილად ეგრე არის, საერთოდ ეგ კითხვა ბევრმა დასწვა, ბევრს აი იქაც მინახავს, რაღაც ნაიქში ვიყავი და ვიყიდე ძმაო და რაღაც ეგ ტიპიური არის, მაგას ვერ გავექცევით. შეგიძლიათ უკვე დღეს ოფიციალური ბარსელონას თავისმა საიტზე დაადასტურა, მედიაში ყველგან არის, რომ თბილისი არის პირველი primero, número primero. ხო, número 1 primero. სოფლიოში, სადაც იხსნება ბარსას ოფიციალური მაღაზია ესპანეთის ვარგლებს გარეთ. ნამდვილად პირველები. ქართველები ვართ პირველები, ვინც ისიამოვნებს. მოკლედ, კიდე ერთი რაღაც არის, რომ აი ხა რომ იცოდი, რომ მოკლედ ბარსელონას, აი ანუ თვითონ ამ ოფიციალურ ფანშოპს ქონდა ასეთი პოლიტიკა, ალბათ ასეთი პოლიტიკა ქონდა რა, შეიძლება არავინ არ მისულა შენამდე და წავა გავხსნიო, მაგრამ აი რამ, აი შეიძლება აი თვალი იყავი, ბანაბახუსე ვიყავი, გაბრაზებული იყავი, როდის დაგება და ეგიდია, რომ მოდი ავდგები ახლა ტოკიოში, პარიზში, ბერლინში არ არის და წავა თბილისში წავიღებ. ანუ ეგ როგორ დაორგანიზდა თქვენს გონებაში. ბატონო დავით. იდეა გაჩნდა ჩვენი მეგობრიდან, რაც მართალი არის, ჩვენ აუტლეტი იხსნება საქართველოში ძალიან დიდი და ესპანური ბრენდები შემოგვყავს მან და ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ბატონმა გუგამ თქვა, რომ ბარსელონაც ხო არ გვეცადაო, საინტერესო იქნებოდაო. და ეს იყო 2022 წლის თებერვალი და აქედან მოყოლებული ავიტოცეთ. ანუ მე უკვე იქ ჩასვლები, იმათი ჩამოყვანა, დაჯერება რო კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ პატარა ბაზარია რაღაცა, მაგრამ ნუ თვითონაც იყვნენ უკვე მისულები იმ ასე ვთქვათ ზღვარზე, რომ უნდათ გასვლა სადღაც და ძალიან იდეალური ვარიანტი ვიყავით ჩვენ, თან მოეწონა ჩვენი მუშაობის სტილი, ნახეს რა შეგვიძლია და ჩემზეც იცოდნენ რომ ესეთი გულშემატკივარი ყავს ჩემი და დატო ბაციკაძის, ნიკოლოზ ტაბატაძის და ქოროს სახით. ეგრე დავიწყე. ეგრე დაიწყეთ მუშაობა, ხო? ძალიან საინტერესოა. მე როგორც ვიცი, ლევანდოვსკისაც უნდაო, რაღაცა ფარტი ქონდაო, ნაკირავებიო და შენ მიხვედი და ლევანდოვსკიო, რობერტ შემოძმაო, წადი პოდოლსკის შაურმა გახსენიო შენ მან და ბარსელონას ფანშოპს მე ვხსნიო, პოდოლსკის შაურმა მართლა არსებობს, რომ იცოდეთ, ძალიან ცნობილი ფრანჩაიზი აქვს პოდოლსკის საშაურმები აქვს ძალიან ბევრი და ლევანდოვსკი ჯერ გახსნის პოდოლსკის შაურმას და შემდგომ უკვე ბარსელონას ოფიციალურ ფანშოპსაც ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ოღონდ ბოლო ნაწილი, თორე ისე პოდოლსკის შაურმა მართლა არსებობს. კი, არა, იყო ეგეთი ისა, ნუ ჩვენ რო დავიწყეთ მოლაპარაკება, შეთანხმება ის იყო, რომ პირველი იხსნება თბილისში. და შემდეგ ნამდვილად პოლონეთშიც იხსნება და ნუ სხვადასხვა ქვეყნები არის, რამდენიმე ქვეყანაზე ჩვენც მუშაობთ, მაგრამ ნუ იყო ეგეთი რაღაცა, ერთ ჩართვაზე ვიჯექი და თქვენს ბარსელონაში პირველი თბილისი და შემდეგ უკვე სხვები რა. ამ ყოველ დროს ლევანდოვსკის ბევრჯერ ასწრებენ, ან ბურთზეც ასწრებენ, ფანშოპის გახსნაშიც ასწრებენ, ცოტა მოგვიბერდა ჩვენი რობერტ ლევანდოვსკი, მაგრამ არა უშავს გაყიდიან. ახალ ფილმს იყიდიან. ეხა ესეთ პრეცედენტული ნაბიჯი გადადიგი და საქართველოს ჩამოიტანე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესპანეთის გარეთ პირველი ოფიციალური ფანშოპი, რომელიც გაიხსნება თბილისში. რამე შეიძლება რომ კარი გახსნას, აი მაგალითად ურთიერთობაში ბარსელონასა და თბილისის შორის მაგალითად აი ვთქვათ სკოლა გაიხსნას, ან რავი ბარსას ფან კლუბი გაიხსნას. არა, როგორ არა, რა თქმა უნდა, ჩვენს გვაქვს ძალიან ბევრი გეგმები, სამომავლო. ყველაზე მაგარი ამბავი, ეხა ყველაზე ახლოს ჩვენმა მეგობრებმა, პარტნიორებმა ლეგენდების მატჩი ორგანიზაციას, ეს სასწაულად მაგარი ამბავი არის, რაც დაიმთხვა თუ დაგეგმეთ ეხა თქვენ. ისე დავუტოროთ ეგ კომენტაროთ, მაგრამ ნუ ძალიან კარგი ხალხი აკეთებს ჩვენც ეხა რა თქმა უნდა ერთობლივად, იმიტომ რომ ყველას ინტერესი არის, რომც არ იყოს ბარსელონა, ეხა ქვეყნისთვის ძალიან მაგარი რაღაცა კეთდება. და ეგ პირველი ნაბიჯი არის. შემდეგ არის რა თქმა უნდა კიდე სხვა რაღაცეები, კაფებარი, ისე. მან მაგრა გაასწორებს. მე როგორც ბარსელონას გულშემატკივარი მაგრა გამისწორდება. ვიფლექსავს და აი ვინ აი იქაური ბარსელონელი რა, აი ბარსელონაში აი პირადად ყველაზე ის სამი ისეთი ტიპი ჩამოთვალე, ვისაც იცნობდა რომ რამე დაურეკაო და ოლა ხორდი ფეხბურთელებში თუ ნებისმიერი აი დირექტივებთან ყველასთან ალბათ და სანდრო როსელის თუ იცნობდა თუ ხარ მაგასთან პაიმანზე ნამყოფის ზონაზე სამწუხაროდ ალბათ იმ პერიოდში აი საბედნიეროდ იყო კი ვარ ვიცნობთ და
ნუ უფრო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ხო? კი. ძალიან ხოდა შორის ეხლა ჩამოდის აი კლიანი ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვინც იქნება და გამაცნობს. 28-ში აქ არის და წინ ზემოთ ადი. ჯორდი ქვია სხვათაშორის. ჯორდი ქვია, ხო? ჯორდი. ესეთი რაღაცა გავიდა, რომ ეს ადამიანი გავიცანი, ზოგადად ეგეთ დამოკიდებულება ხოლმე ჩემ გამომწერებს რომ მეუნები რაღაცას რა, რომ ხანდახან ისე ცოტა შევეცადო, რომ ისე შევხედო, რადგან მე ნაფიქრი მაქვს და აქამდე რომ მეფიქრა, გამემართლდება უფრო ცხოვრება. შენ უბრალოდ ადექი, რაც იდეა მოგივიდა. არაფერი განსაკუთრებით თვალებს თვალებიდან ლაზერს ვერ უშვებ, ვერც ლევიტაციის ძალა, არაფერი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, იღვიძებ, როცა გეღვიძება, იძინებ, როცა გეძინება, დილას ყავას ვსვამ, რომ არ მოითენთო. ჩვეულებრივად ცხოვრობ როგორც ალბათ 90% მოსახლეობის. უბრალოდ ადექი, რაღაცა ნაბიჯები გადადგი, რაღაცა იდეა მოგივიდა, გწამდა ამ იდეის, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გეტყოდა, რომ კაი, რა თქვათ, რომ არსად არ არის და რაღაც პილიში გახსნიან, ეხაც კი უკვე რო ხსნი, ეხაც ეჭვიეპარებათ რა. მაგრამ უბრალოდ ადექი და გააკეთე რა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღე. ეხლა ეს უბრალოდ მოვყევი შენზე ეს ყველაფერი, მაგრამ მიმართა მათ, რომ არაფერი არ არის რა, ანუ ეს ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები. ვიღებთ რაღაცა გადაწყვეტილებებს, მე ამ გადაწყვეტილებებისკენ მივდივართ და საბოლოო ჯამში ვიღებთ ეს შედეგს, რომ ვიღაცებს არ სჯერათ, რომ ვარსებობთ, რომ რამე ან არსებობენ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გაქვს, დირექტორი კაცი ხარ და ყველა დირექტორმა მინდა ამ ადამიანს მიმდაძოს, რომ ესეთი უშუალო და ერთი ცოტა ინფორმაცია მოგეც შევახსენებთ 29 მარტს გაიხსნება ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი და რო გაიხსნება, სულ იქნება, ანუ ერთხელ არ იქნება და დაიგეთება, ანუ იქნება, ისიც უთხრათ, რომ რა ეღირება. ფორმაო რა ღირსო? ფორმა ღირს, ანუ ძალიან კარგი ფასები გვაქვს. ძალიან კარგი, ხო? კი, ეს ფაზები მოდის ბარსელონადან, ასე რომ ხო, რაც ღირს, აქაც იგივე ღირს ახლა. ნუ რაღაცეებში ვცდილობთ, რომ მაინც ბაზარს მოვარგოთ, ასე რომ ვცდილობთ უკვე დასაფასებელია, იმიტომ რომ მე მომინდა ერთხელ ადრე ბარსელონას ოფიციალური ფანშოპიდან გამოწერა რაღაცის. და შევედი ჯანდაბათკო და იქ დავაჭირე გამოვთვე კომპიუტერი, დავწექი მაგრამ იქ რო იყავი, ხო იყიდე? საათ? ბარსელონაში. ბარსელონაში არ ვანამ. აუ, ჯანდაბა ის უკან კარგად კიდია ჰამაკის ლოგო. თუ ცოტა გასასწორებ. მოდი გადავიდეთ თავარ თემაზე. ისეთი რაღაც მოხდა, რომ სხვა რაღაცაზე მინდა დასაუბარი, მაგრამ ამაზე უნდა ვისაუბრო ჩემი აზრით რა. სოფლიოში არსებობს 7 საოცრება რა. ამ საოცრებებიდან ერთ-ერთი არის გიზას დიდი პირამიდები. ჩემი გადმოსახედიდან აი ფეხბურთში როა მესი და რამხელა დიაპაზონიც არის მესისა და სხვა ფეხბურთელებს შორის, სხვა მსოფლიო დონის ფეხბურთელებს შორის, აი მაგხელა დიაპაზონი არის პირამიდასა და დანარჩენ იმას შორის რა, დანარჩენ საოცრებებს შორის რა, ანუ 7 საოცრების მესი არის პირამიდა. ანუ მაგაზე მაგარი საოცრება აი არ არის რა, ანუ ტიპი ჯერ ხო არის, ჯერ ხო ისევ არის. მერე რამდენი თეორია არსებობს, აი რამდენი მილიონი თეორია არსებობს პირამიდების არსზე, როგორ აშენდა, რატო აშენდა, რისთვის აშენდა, აშენდა თუ დაიდგა ჰოლოგრამა, ანუ ძალიან ბევრი რაღაც არსებობს რა. ან მართლა საოცრება არის, ამოუხსნელი არის. დანარჩენები არის, რომ იმ დროს როგორ ააშენე, როდოსის კოლოსი ძალიან დიდი ქანდაკება იყო ესე იმაზე, რა ქვია. სემირამიდეს დაკიდებული ბაღები, მაგალითად ძალიან ლამაზი იყო, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი, კაი სასტუმრო იქნებოდა, მაგრამ ეგეც რა ერაყის ტერიტორია, ეხლა ალბათ ქვაგდია მარტო მაგის მაგალითად. აი პირამიდა არის უკვდავი რა, პირამიდა დღესაც არის და ყოველ დღე ახალი რაღაც ინფორმაცია შეიძლება გაიჩნდეს პირამიდაზე ისეთი, რომ საერთოდ გადაატრიალოს ის ცოდნა, რაც დღეს პირამიდებზე გვაქვს რა, ანუ ძალიან საოცრებათა საოცრება არის, არ უნდა თქვას, რომ ანუ ტოპ საოცრება, ტოპ ფეხბურთელი მესია, ტოპ საოცრება პირამიდა. აი მოდი ახლა გეტყვით რაღაცა, აი ერთ-ერთ ყველაზე ჩემს საყვარელ უცნაურ fun facts გეტყვით, ან mind blows, რომელიც დიდი ალბათობით 80% დამთხევა, 20% ამობუნა რომ რაღაცა განსაკუთრებული ამბავია რა. პირამიდის განედი, აი ეგ რიცხვი და სინათლის სიჩქარე, ოღონდ რომ დავთვალოთ მეტრი წამებში, ზუსტად ერთ და იგივე რიცხვი. ანუ სინათლე გადაადგილდება 299,798,458 მეტრი წამში სიჩქარით და პირამიდების განედიც ზუსტად ეს რიცხვი არის. აი ზუსტად ეს რიცხვი. 9 ციფრი ემთხვევა. კიდე ერთი საინტერესო ფაქტი უცებ პირამიდებზე ის არის, რომ ესეც ძალიან მომწონს. ეს დროის ხაზი რო ავიღოთ. პირამიდების აშენებიდან კლეოპატრამდე უფრო დიდი დრო არის, ვიდრე კლეოპატრადან დღემდე. გადავიდეთ ახლა თავარ თემაზე, რაც ეხლა ხანს აღმოაჩინეს და ამბობენ, რომ სამყაროში ყველაზე დიდი რაღაცა
გადატრიალება ინფორმაცია, საერთოდ ყველაზე დიდი mind blow რაც მომხდარა, რა თქმა უნდა პირამიდებზეა და არა როდოსის კოლოზე. აი ეს გიზას პირამიდების ქვეშ, ერთ-ერთი პირამიდის ქვეშ გადაიღეს ტომოგრაფიის მსგავსი რაღაც. ეხლა ავხსნი ამას ისეთ ენაზე რა, აი მე როგორც გამისწორდებოდა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი აიხსნათ. 2022 წელს ორმა ადამიანმა, ორმა მეცნიერმა გამოიგონა ესეთი ტომოგრაფიის საშუალება, რომელსაც ქვია SAR არის, აბრევიატურას როგორ ასნიშნავს აქ ამოვანათებ, რომელიც აი ამ ხმოვან სიხშირეებს და ვიბრაციებს გარდაქმნის აი სურათად რა, აი ძალიან ახლო გამოსახულებას გაძლევს. და გადაუღეს ფოტო, გადაიღეს ესე ამ ტომოგრაფია გადაუღეს პირამიდის ქვეშ და აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 648 მეტრის ქვეშ, პირამიდის ქვეშ 648 მეტრის მანძილზე 648 მეტრი რამდენია ხა დაახლოებით გეტყვით რა. წარმოვიდგინოთ ყველაზე ცნობილი შენობა თბილისში არის 9 სართულიანი კორპუსი. 9 სართულიანი კორპუსები. ამ 9 სართულიანი კორპუსი წარმოიდგინეთ და 9 სართულიანი კორპუსი ოღონდ 23 რო დაადგათ ერთმანეთს. ანუ 23 9 სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე არის იქ რაღაც ობიექტები, ოღონდ არის დასტური იმისა, ესე ვთქვათ, რომ ეს არის ადამიანის ხელთქმნილი და არა ბუნებრივი, ანუ ადამიანის შექმნილი, ანუ ხელოვნური რაღაცა კონუსები ვით არის, რომელზეც ესე სპირალები ვით არის შემოხვეული, აგერ ამოვანათებ ფოტოს. სხვა შორის იცით 20 რატო აშენებდნენ ადრე 9 სართულიან კორპუსებს? ძალიან ესეთ fun fact-ია 9 სართულიან კორპუსებს იმიტომ აშენებდნენ, რომ 28 მეტრია დაახლოებით 9 სართულიანი კორპუსი რა და სახანძრო მანქანის კიბე წვდებოდა მაგდენს. ხო და დაუბრუნდეთ მოდი პირამიდებს რა. ეს მექანიზმები ამბობენ ახლა ის არის, რომ აი დედამიწა ხო ვიბრირებს რა, სულ ვიბრირებს ჩათვალეთ, ყველაფერი სულ ვიბრირებს, ანუ ეგ იცოდეთ, რომ სამყაროში რაც კი ნებისმიერ რამეა, რაღაც დონეზე სულ ვიბრირებს. აი როგორც ჩვენ ელექტროენერგია გვაქვს, რამდენი ხო გვაქვს ენერგია რა, რაღაცა დედამიწაზე ყოველთვის იყო, დედამიწის რესურსი ყოველთვის ქონდა, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ მოპოვება ამისი და თარგმნა. ანუ ეს ელექტრო რაღაცეების თარგმნეთ ენერგიაში. ზუსტად აი დედამიწის ვიბრაციას თარგმნიდაო ენერგიაშიო რა. ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ სოფლიო ამბავში. ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ. ეს თუ რეალური აღმოჩნდა და მართლა ქვემოთ 648 მეტრის მანძილზე რაღაცა ტრანსფორმატორი დევს, რომელიც არ ვიცი, არის ძალიან დიდი და აი უზარმაზარი, ეს პირამიდებზე რო გქონდა პირიღია, პირამიდებზე ბევრად დიდი არის ქვემოთ თურმე. ამიტომ ძალიან საინტერესო არის, როგორც შემდეგ ვიდეოში თუ რამე ახალი იქნება, თუ თქვენს რომ ის ორი იტალიელი დაიჭირეს და გაკოჭეს და ათქმევინეს, რომ საპირულ აპრილო ხუმრობა იყო და 1 აპრილისთვის მემზადებოდითო, ოკეი, მაგრამ თუ გაგრძელდება ამაზე კვლევა და ამოთხრიან ან კიდე გადაუღებენ ფოტოს ან რაღაცა მოხდება, აუცილებლად გაგაგევინებს. რაზე დავფიქრდი, იცით? ამ ყველაფრის მე რო ფიქრობდი, რომ ჩვენ რო ვოიაჟერითის გავაგზავნეთ რაღაცა კაფსულა, დროის კაფსულ, time კაფსულები გავაგზავნეთ, სადაც არის ინფორმაცია, ფოტოებია, მუსიკებია, რაღაცა ადამიანი რაშვება, ემოცია, ყველაფერი ბუნების ხმები, ანუ ინფორმაცია ჩვენზე. და ვთქვათ გავაგზავნეთ და მოდი ორი ვარიანტი ავიღოთ, სადღაც მივიდა ესა და იქ არის სიცოცხლე, ადამიანის მსგავსი ინტელექტუალი არსებები დახვდნენ რა. მოდი ავიღოთ, რომ ძველები არიან, ანუ ძალიან ძველები არიან, აი ძალიან პატარები არიან რა. აიღეს, გადმოიღეს ეს რაღაცა ნივთი, რაღაცა თეფშივით რაღაცა არის, დაამტრია ერთმა მეორეს თავზე ერთი ცალი მამონტის ბარკლის გამო გადაალეცა და წამოიღო ის მამონტის ბარკალი. ესე მორჩა ყველაფერი. მოდი ავიღოთ მეორე ვარიანტი, რომ ჩვენზე განვითარებულები არიან და ჩვენ ინტელექტუალი, ჩვენ გვგვანან. რაც ადამიანი არსებობს, მაგის მერე ომი არის რა. სამყაროში უომო პერიოდი თითქმის არ ყოფილა, ხან ცივი ომი იყო, ის იყო ომი სუ იყო რა. სადღაც ომი მიდის, სადღაც ვიღაცა რაღაცას ვერასდროს ვერ იყოფს. და განვითარებული როჟები არიან, ისინი ურტყამენ ერთმანეთს, იქაც რა იასნა ომია იქაც. და ჩამოვიდა რაღაცა კაფსულა, გახსნეს წყალი და წერია, რომ ჩვენ დედამიწელები ვართ, ჩამოდი, ბუნება, ჩიტები, წყალი, ყველაფერი კარგადა და ეგრევე მიხვდნენ, რომ ვა, ბიჭო, რა ერთმანეთს წამო ისინი დავიპყროთ, ჯერ მე გავატრაკოთ ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ეგ ისექნებათ, რა ქვია, ეგ დაუორგანიზდებათ გონებაში. ჩასხდებიან ხომალდებში, წამონ დაგვიპყრობენ, გაგვიხევენ თავს. მე გააგრძელებენ ისევ ერთმანეთში ომს, რა თქმა უნდა რა. რისი იმედი ქონდა რომ ვაგზავნიდით იქ გაიგებთ და ვაიმე რა კარგია მოდი ვიმეგობროთ აგერ ჩვენ რა გაკლიათ ეს ჩიპების დასამზადებელის გაკლიათ კაცო რატო ემწვით ამ უკრაინას აგერ გამოგიგზავნით იმას რა ქვია რაღაცა და
გამოგიგზავნე თქვენ რა წყალი აგერ აიღე წყალი და არა ძმაო გამოჩამო გაგვიგლიჯავენ თავს ძალიან მიყვარს დედამიწა კაროჩე რა ძალიან მიყვარს ეს სამყარო აი ძალიან მიყვარს რა იმიტომ რომ არასდროს არ გაძლევს საშუალებას რომ მოიწყინო რა აი სულ რაღაცა ხდება სულ შეგიძლია რაღაცაზე ვფიქრო ანუ აი სურპრიზებით არის სავსე რომ გონია რომ ყველაფერი უკვე დედამიწის ყველა კუთხე კუნჭული გაანალიზებულია უცებ გამოხდება რაღაცა გამოიგონებენ კვანტურ კომპიუტერს სუპერ კომპიუტერს რომელსაც აქვს განსხვავება ჩვეულებრივი კომპიუტერი რა შუაშია ხა ეს კაი უცებ ამასაც გეტყვით რა განსხვავება კვანტურ კომპიუტერსა და ჩვეულებრივ კომპიუტერს ან სუპერ კომპიუტერსა და ჩვეულებრივ კომპიუტერს შორის აი ჩვეულებრივ კომპიუტერის არის 0.1.0.1.0.1 ანუ ან კი ან არა ან 0 ან 1 არის სუპერ კომპიუტერს სუპერპოზიცია გააჩნია რომელიც 0-იც არის და 1-იც არის ანუ სუპერპოზიცია ქვია მაგას ანუ ეხლა დაახლოებით რომ აგიხსნათ რა თემა არის დოქტორ სტრენჯის ეს სცენა ხო გახსოვთ ეს რო აკეთებს იმაში და ეს ვაკეთებს და რაღაც 10 წამიანი თავის ქნევის მერე რო იტყვის რომ 14 მილიონიდან ერთი ვარიანტი არის მარტო რომ გადავრჩეთო თუ რაღაცა აი არის ჩვეულებრივი კომპიუტერის ანალიზი და კვანტური კომპიუტერი იქნებოდა ესეთი რომ ესე გააკეთება და 14 მილიონიდან ერთი შანსი არის თორე ანუ იქ დოქტორ სტრენჯი 14 მილიონი ვარიანტი ნახა 14 მილიონჯერ იჩხუბა ცალკე ჯერ ერთხელ იჩხუბა მერე მეორეჯერ იჩხუბა მერე მესამეჯერ ძალიან ჩქარა გააკეთა მაგრამ ყველა რიგრიგობით იჩხუბა ერთი დოქტორ სტრენჯი იყო და ერთი დოქტორ სტრენჯი ჩხუბობდა ჯერ ერთხელ ჩხუბა მეორე და 14 მილიონჯერ იჩხუბა და რაღაცა ერთი ვარიანტი მე 14 მილიონ მე ერთი იყოს სწორი და კვანტურ კომპიუტერს შეუძლია რომ 14 მილიონჯერ ერთად იჩხუბოს ანუ ერთხელ კი არ იჩხუბოს და მეორეჯერ ანუ 14 მილიონჯერ უცებ ერთად იჩხუბოს ერთ წელს და 14 მილიონჯერ იჩხუბოს აი გა კვანტური კომპიუტერი უცებ ესეც აი ძალიან ისე ჩვეულებრივ ენაზე იმიტომ რაღაცის თქმა მინდოდა მე კვანტური კომპიუტერი ვთქვი სუპერ კომპიუტერი ვთქვი მე მივხვდი რომ სუპერ კომპიუტერზეც რაღაც უნდა მეთქვა ამიტომ მეგობრებო რა მაგრად მიყვარს დედამიწა რა მაგის თქმა მინდოდა რა როგორც კი მოდუნდები როგორც კი გეგონება რომ всё ყველაფერი ნახა ყველა კუთხე კუნჭული იცი დედამიწის უკვე всё ვერაფერი ვეღარ გაფრთოვანებს უცებ იმხელა რაღაცა იმხელა ინფორმაცია მოდის შენამდე რომ ხვდები რომ თურმე საერთოდ არაფერი არ იცოდი თურმე რაც ვიცოდით არაფერი არ იყო თურმე რა ვიცი როგორ შეიძლება რომ 2008 წელსაც გეგონა რომ მაგალითად ბევრი რამე იცოდი და 2024 წელსაც გონია 25 წელსაც გონია რომ ბევრი რამე იცი რამდენი რაღაც გავიგეთ 2008-ის მერე მაგალითად ის რომ რუსეთის ხო და ან 90-იანების მერე აი ხა შეიძლება 2025 წელს რო გონია რა სუპერ კომპიუტერი всё ყველაზე მაგარი რაღაცა 2028 წელს შეიძლება სუპერ დუპერ მეგა ჰაი კომპიუტერი გამოიგონონ ამიტომ მაგარია რა ანუ არა ანუ მაგიტომ მიყვარს დედამიწა რა მაგიტომ გონია რომ ეს არის ღმერთის შექმნილი ანუ ძალიან დიადი არსების შექმნილია ეს დედამიწა იმდენად მრავალფეროვანია ტურები არ იცლება ვერ დახურავ ანუ არ თავდება ანუ ძალიან მაგარია რა ძალიან მიყვარს დედამიწა და თქვენს თუ გიყვართ დედამიწა დაწერეთ კომენტარებში რომ გიყვართ დედამიწა რა